დიდ პარასკევს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი მორწმუნე მრევლში უდიდეს სინანულს იწვევს, რადგან ამ დღეს ჯვარს ვაცვით ის, ვინც ჩვენი ტანჯვისგან გასათავისუფლებლად მოვიდა. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრამ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ დიდი პარასკევის ღვთისმსახურება სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. მსახურების დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლს ქადაგებით მიმართა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უფალ იესო ქრისტეს ჯვარცმას და ჯვარიდან გარდამოხსნას. ჩვენი ეკლესიის დიდებული და უძველესი ღვთისმსახურების მეშვეობით, რომელიც შეადგინეს დიდმა წმინდა მამებმა, ცნობილმა ჰიმნოგრაფებმა, საუკეთესო პოეტებმა, მოაზროვნეებმა და ბრძენ კაცებმა, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ არა მხოლოდ შევიტყოთ უფალ იესო ქრისტესთან დაკავშირებული ამბები სახარებიდან, არამედ როგორც გითხარით, ღვთისმსახურების მეშვეობით გავხდეთ მონაწილენი ამ ამბების. ამიტომ ჩვენ დღეს გამოაბრძანეთ წმინდა გარდამოხსნა და ყველანი ვართ მონაწილენი ამ მოვლენის. მაგრამ აქ შეკრებილნი ვართ არა ისინი, ვინც სულ ცოტა ხნის წინ ყვიროდნენ ჯვარსაცვი ეგე, არამედ ვინც ეუბნებით უფალს, შეგვინდე უფალო. ჩვენ ეკლესიის მიერ ვართ უკვე განსწავლულნი, ვიცით ეკლესიის სწავლება, რომ ჩვენი ცოდვებით კვლავ და კვლავ ჯვარს ვაცვამთ უფალს და რომ იგი მოვიდა დედამიწაზე, განკაცდა, ივნო და მოკვდა იმისთვის, რომ განგვათავისუფლოს ცოდვების ტყვეობისგან, ცოდვების ტვირთისგან. და ვინ იყო პირველი ადამიანი, ვინც უფალმა გაანთავისუფლა ამ ტვირთისგან? ერთ-ერთი ჯვარცმული ავაზაკი, გონიერი ავაზაკი, რომელმაც ისე განიცადა უდანაშაულო მაცხოვრის ტანჯვები, რომ თავისი ცოდვები აღიარა და სინანულით მიმართა მაცხოვარს ჯვარიდან. და უფალიც სწორედ ამას ელოდება ჩვენგან, რომ ჩვენი ცოდვებით დამძიმებული და დაჭრილი სული ვაიძულოთ, მივმართოთ ღმერთს ხსნისა და წყალობისთვის. იმიტომ რომ მრავალი ჩვენგანი და ზოგიერთი წლების განმავლობაშიც კი დამოუკიდებლად ცდილობს რაღაცა გამოასწოროს თავის სულში, თავის ცხოვრებაში, ღმერთის გარეშე, თავისი ძალებით. მაგრამ ეს უშედეგო მცდელობაა, მხოლოდ ამპარტავნული და უგუნური მცდელობაა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი გამოსწორება, შინაგანი ცვლილება მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ჩვენი ძალებით ვიმეორებ, ეს არ ზაგვიც. შეიძლება გარეგნულად რაღაცა შევცვალოთ ოდნავ, გარეგნული ჩვენი ქცევა, მაგრამ შევიცვალოთ შინაგანად, ეს ჩვენთვის მიუღწეველია. როგორც ამბობს უფალი, რომ უჩემოთ არ შეგიძლიათ არაფერი. და ძვირფასო ძმებო და დებო, უფალს სურს ჩვენი გამოსწორება და განწმენდა. როგორც შეგახსენებთ, ერთხელ მივიდა მასთან სნეული და მიმართა, უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია რომ გამწმინდო. და რა მიუგო უფალმა? მნებავს, განიწმინდე.
ასე რომ აი უფალს ეს სურს და აი დაემთხვა ადამიანის ნება და ღმერთის ნება და ის ადამიანი განიკურნა. ასე რომ უფალს სურს ეს ჩვენი გამოსწორებაც, ჩვენი განწმენდაც უფრო მეტად კიდევ ვიდრე ეს ჩვენ გვინდა. და თუ ჩვენი სურვილი ნამდვილია, ძლიერია და სერიოზულია და თუ ჩვენ მივმართავთ უფალს შეწევნისთვის, ის აუცილებლად თავისი მადლით მოვა და გამოგვასწორებს და განგვწმენს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ვევედროთ უფალს, მოგცეს ძალა, შეწევნა, რომ ვიაროთ ჭეშმარიტების გზით, სინათლის გზით და ქრისტესთან ერთად. ამინ. აღსანიშნავია, რომ დიდი პარასკევის ღვთისმსახურება შუა დღის 2 საათზე აღევლინება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს აღესრულა. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული ყვავილებით მორთული სადგამი, საკურთხეველში კი წმინდა ტრაპეზში დაბრძანდება გარდამოხსნა. ეს არის საგანგებოდ მოხატული დიდი ქსოვილი, რომელზეც მაცხოვარია ამოქარგული. საგალობლები, რომლებიც ამ დღეს ღვთისმსახურებაზე სრულდება, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. გარდამოხსნას საკურთხევლიდან ტაძრის შუაგულში დააბრძანებენ, რის შემდეგაც სასულიერო პირები და ტაძარში შეკრებილები მაცხოვრის წინაშე მუხლს იყრიან და მასზე ამბორებიან. ამავე დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დატირება აღესრულება. დღეს ვნების შვიდეულის პარასკევია, უმძიმესი დღე კაცობრიობის ისტორიაში. შესრულდა მსახურებები სამების საკათედრო ტაძარში, დილით შესრულდა დიდი ჟავნობა, რომელიც ქრისტეს ჯვარცმასთან იყო დაკავშირებული, ხოლო ახლახანს დასრულდა გარდამოხსნის მსახურება, რომელიც პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომში შეასრულა. მოხდა გარდამოხსნის გამობრძანება ცენტრალურ ტაძარში და დასვენება და მსახურება შესრულდა გარდამოხსნასთან. მრევლს შესაძლებლობა აქვს, რომ ემთხვიოს სიწმინდეს. ხვალ ვნების შვიდეულის შაბათია, დილით ცისკრის მსახურება იწყება 6 საათზე, ხდება გარდამოხსნასთან წესის აგება, ლიტანიობა და უკვე შემდგომ ვემზადებით ღამის მსახურებისთვის ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.